კინგსელებო, მოგესალმებით და გილოცავთ მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურში გადასვლას. მინდა შეგახსენოთ, რომ მეორე ტურის მონაწილე ყველა კინგსელს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მოიპოვოს საქართველოში პირველი მოსწავლის საიდენტიფიკაციო ბარათი King's ID card. ეს ბარათი იქნება კინგსელის სტატუსისა და წარმატების დამადასტურებელი და ამასთანავე მას ყველა მოსწავლისთვის საჭირო ფუნქციები ექნება. ახლა კი გთავაზობთ მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტების მიმოხილვას. განვიხილოთ მე-7 კლასი. მე-7 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და 2 ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5-ქულიანია. პირველი და მეორე სავარჯიშოები რიცხვის პროცენტებზეა. მესამე საკითხი კი ნაშთიან გაყოფას ეხება. მეოთხე ამოცანის ამოხსნაში მონაწილეს განტოლების შედგენა დაეხმარება. მეხუთე ამოცანის გამოსასვლელად კი საჭიროა რიცხვის ნაწილის პოვნა. მე-6 და მე-7 დავალებებში მოცემულია ამოცანები, რომელთა ამოხსნასაც რამდენიმე თანმიმდევრული მათემატიკური მოქმედების შესრულება სჭირდება. მერვე საკითხი კი 3 უცნობი რიცხვის ჯამის პოვნას ეხება. რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილეებს დამატებითი ქულების მოპოვებაში ეხმარება. პირველ ბონუს საკითხში მონაწილემ უნდა ამოხსნას განტოლება. მეორე სავარჯიშოში კი გამოთვალოს გამოსახულების მნიშვნელობა. კინგსი ყველა კინგსელს წარმატებულ ასპარეზობას გისურვებთ.